ზოგჯერ ადამიანები გვტოვებენ. ზოგჯერ გეგვტოვებენ და გვიტოვებენ პოდკასტს. აჰა, რაც გინდა ქენიო, მოგსტყუნია კეთილებიო. თუმცა მოკლედ ირაკლიმ დამტოვა მეგობრებო. თუმცა ეს დატოვება რაღაცა 1.15 ადგილას შეიძლება იყოს. მამა ჩემი პირველი ძოლი, მეორე ძოლი, ვისაც გაინტერესებს ტოპ 3-ეული. მე რა შეყვარებულები და ასე შემდეგ. ასე რომ არა უშავს მე გავაგრძელებ ისევ პოდკასტებს ან სხვა რამედ გადავაკეთებ ამ არხს, რაშიც დამჭირდება რეალურად თქვენი დახმარებაც. ირაკლიმ რატო დამტოვა ახლა მართლა იმსახურებთ ამ ყველაფრის ახსნას, იმიტომ რომ ხალხს გონიათ რომ მართლა ვიღაცამ დამხურა. ვინ რა უნდა დამხუროს, ვერ დამხურავს, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეს იყო რავი, ყველაფრის ამ 1 წლის მანძილზე ყველაფრის დაგროვება, რაც რეალურად დაუგროვდა ირაკლის, რომ პერსპექტივას ვერ ხედავდა, მოკლედ. იმიტომ რომ 1 წელი რაღაც საქმეს რო აკეთებ, ფიქრობ რომ რაღაც შედეგს გამოიღებს, დაფასდები, თუნდაც, რა ვიცი, ხალხისგან ან ფინანსურად ან შემდეგ და როდესაც ამას ვერ იღებ, მე გეკარგება мотиваცია. ასე რომ სამწუხაროდ ირაკლიმ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ აღარ უნდა უბრალოდ პოდკასტების გაგრძელება. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მკიდია მე ვაგრძელებ მოკლედ. უბრალოდ რაშია საქმე ხა არხს რო უტოვებ ადამიანს, აი ხა 16500 გაუმწერიანი არხი დამიტოვა. ეს არხი ჩემთვის არის აი რავი, შეყვარებული რო გადმოდის შენთან საცხოვრებლად, გადმოყავს თავისი კატები. მე გშორდება, მაგრამ კატებს გიტოვებს. რა უნდა უქნა ამ კატებს, უნდა გაზარდო, ხო, ვერ გადაყრი. მაგრამ აღარ გიყვარს კატები რეალურად, უბრალოდ ზრდი. ეს არხი ჩემთვის არის, როდესაც გაიგებ რომ შვილი ყოლია, გიხარია ბედნიერი ხარ, არიცოდ წარმოდგენა არ ქონდა, მაგრამ შვილი გეუბნება რომ თან იპოთეკა მაქვს უკვე. ასე რომ ეხა იპოთეკიანი შვილი ყავს, გელოცავ. ეს არხი ჩემთვის არის, როდესაც ორი ძმაკაცი გადაწყვეტს სათევზაოდ წავიდნენ. გაივლით ერთი 30-40 კილომეტრს, იმიტომ რომ იმ ტბაზე კაი თევზი იჭირება, მიხვალთ და ეკითხები ძმაკაცს, რომ აბა სად არის დასალევიო და რა დასალევიო? ანუ რეალურად სათევზაოდ მოვედით აქ, რეალურად პოდკასტებისთვის დავიწყეთ ეს ყველაფერი. ეს არხი ჩემთვის არის, როდესაც ნათესავი გიტოვებს ბინას. იცი რომ იმ ბინაში ერთი 6 კაცია მოკლული, რომელთა სულებიც დღემდე ცოცხლობენ და ღამით ყრიან ხოლმე ჭურჭელს, მაგრამ უკვე შენი ბინაა, ასე რომ გიხაროდეს, მიაქციე ყურადღება ამ ბინას. ეს არხი ჩემთვის არის, როდესაც mankind გაიტან თხას, წყინს. ცოცხალი არსება შეიწირია, მაგრამ მე გახსენდება, რომ ბარემ შევწვათ. შემწვარი თხა არ ვიცი რამდენად კარგია, მაგრამ რამე გამოყენება ხომ უნდა მისცე. ესე მივცემ ამ არხს გამოყენებას. ეს არხი ჩემთვის არის, როდესაც ბარში გაიცნობ გოგოს, ულამაზესი უმშვენიერესი, ძალიან მიმზიდველი. 2 წუთი ლაპარაკობთ და მერე მოდის თავისი მსუქანი დაქალი, რომელიც თურმე სასმელზე იყო გასული. მერე ეს ლამაზი გოგო იძახის, რომ მე ხვალ სამუშაო მაქვს, წავედი სახშიო. მსუქანი იძახის, რომ მე არ მუშაობო ხვალ, მე დავრჩებიო. ესე დამრჩა ეს არხი. მაგრამ მე მსუქნები მომწონს, ასე რომ გავაგრძელებ ამ არხის მიხედვას და იმ მსუქან გოგოსთანაც დავრჩები. ეს არხი ჩემთვის არის BMW-სავით. ყოველთვის დედა ეტყნება ბევრ ბენზინს ჭამს, მაგრამ მაინც გიყვარს. და თავს აჯერებ, რომ მაგარი მანქანა. ეს არხი ჩემთვის არის, მიდიოდე ფსიქოლოგთან, რომ ესაუბრო შენ ალკოჰოლიზმზე და გხვდებოდეს თვრალი. უკვე მოსულები ვართ, ბარემ ვისაუბროთ. უბრალოდ გესმოდეს, რომ არაფერი გამოვა. ასე რომ ეხლა მჭირდება თქვენი დახმარება. დამიწერეთ მოკლედ კომენტარებში რა უყო ამ არხს, რომელიც ჩემთვის არის ბედნიერების მომტანი. ეს არხი ჩემთვის არის C ჰეპატიტივით. ჯერ რომ მოდესმე გამოიგონებენ წამალს. მაგრამ
არიგონებენ. მოკლედ დამიწერეთ მეგობრებო, როგორ გავაგრძელო ამ არხის ფუნქციონირება. მე ყველაფერზე მზად ვარ. სუდანს დავიპყრობ, დედას მოუტყნავ. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შევარიგებ. რაც გინდათ ის დამიწერეთ, მოკლედ ნებისმიერი იდეა მიღებულია, მე თქვენ განდობთ ჩემ მომავალს, რადგან უკეთესს ვერავის ვიპოვი, ვიდრე უცხო ადამიანებს ინტერნეტში. ყოველთვის ვიცი, რომ უცხო ადამიანებს შემიძლია ვენდო ინტერნეტში. თქვა 16 წლის ნიკამ. და მე ძალადობის მსხვერპლი გახდა. არა, მართლა კომენტარებში დამიწერეთ მოკლედ და ყველაზე მეტი ლაიქი ვისაც ექნება, მაგას გავაკეთებ, იცოდეთ. ოღონდ ხა დამიწერეთ რომ რაღაცა, რავი მე წადი ტიბეტში და ბერად აღიკვეცე და მე საქართველოს ჩამოდი და ბუდიზმი გაავრცელე, ან გადადი მექსიკიდან ამერიკაში და კარტელს აქეთ მოსთხოვე ფული და გადაახდევინე და რაღაცა ეგეთებს დამიწერეთ, იმიტომ რომ მაგას ვერ გავაკეთებ და ცოტა რეალურები. ასე რომ მეგობრებო დამიწერეთ, რა გინდათ ზოგადად ცხოვრებაში ჩემგან. თქვენ განდობთ ჩემს სიცოცხლეს მოკლედ. გავაგრძელო პოდკასტი და ერთმა ადამიანმა უბურღოტვინი ვიღაცებს. სხვა შორის ხა თავისუფლება მექნება, ვერავინ გამაკონტროლებს, ვერავინ ამომიჭრის ვერაფერს. ვინმე მეტყვის რომ იცი მე აი რო ვეტყურო, შენი ჰობი რა არის? ფანდურზე დაკვრა. იდი ნახვი აქედან რა ფანდურზე დაკვრა. შემდეგი სტუმარი მოვიდა დაჯდა. შენი ჰობი რა არის? ნავით სეირნობა. მოგიტყან ნავები. პოდკასტები გაიმაზო, ვიღამო, ვინც მოვა, მეტყვის რომ ფანდურზე დაკვრა მიყვარსო. სხვა რა შეგვიძლია რეალურად რომ ვაკეთოთ YouTube-ზე. არაფერი, всё, ინტერნეტი დაიხურა. ის ინტერნეტის თეორია, იცით, მკვდარი ინტერნეტის თეორია, რომ ყველაფერი უკვე რობოტებია და რამე. მარკ ცუკერბერგს უნდა და სხვა შორის ეგრო, ისო fake account-ები უნდა დავარეგისტრირო, რომ ხალხს უკომენტარონო და რაღაცები და ანუ რობოტი იქნება. რობოტების რეალური აკაუნთი იქნება, რომელსაც ვერ მიხვდები, რომ ხელოვნური ინტელექტები არიან და ჩვეულებრივად იმეგობრებენ ხალხთან დააკომენტარებენ. მე რატო არ მიკომენტარებენ რობოტები კარგ კომენტარებს? ყველა მარტო მიშაშე მელოტო ნაბოზარო და რაღაცა მაგას რობოტი მოიფიქრებს. შეიძლება მარკ ცუკერბერგმა ჩემთვის გააკეთა რობოტები, რომ ამას უკომენტარეთო სიმელოტეზეო და რამეზეო. არა, ბატონო მარკ, დააფინანსეთ ჩემი პოდკასტი. თითო ეპიზოდში 10 ლარი. ხალხო, ვისაც გინდათ რომ დამაფინანსოთ, აქ გამოჩნდება ჩემი, მაგრამ რა გამოჩნდება ედიტორია რომ ეგრევე უნდა შევაგდო ეს ვიდეო მთლიანად. აქ გამოჩნდება ჩემი პირადი ნომრის ციფრები. ნებისმიერი ბანკი მაქვს, საქართველოს TBC. ჩემო ემიგრანტებო. ტიპები ვის აფინანსებენ ბიჭო, ანუ მარტო კეთი ეგიდუნაშვილი მეორე ფინანს ყიდულობს და ისავ ეხა აგარაკი არ გვინდა ჩემო სიცოცხლე, აგარაკი არ გვინდა და ხალხი კი კირპიჩი ჩუჩას აგარაკი უნდა და ფულს ურიცხავენ და მე აქ ტელეფონი გატეხილი მქონდა 3 დღე ვერაფერს ვაკეთებ და 100 ლარი არავინ ჩამირიცხა. ეკრანი გავეკეთები და პიზდეთ სიაზმაო რა. ხალხი მიდის სადღაც ისრაელში, იქ წვალობენ რაღაცა წელზე ფეხს იდგამენ, იმენა თონეში აკრავენ რაღაცა იმებს ძაძიკებს. დღეში 400 ძაძიკი შენაბოზარო 40 შეკელს მოგიგდებ და კი თანახმოვარ და მე 80 შეკელს კირპიჩი ჯუჯას ურიცხავენ რომ მეორე აგარაკი იყიდოს. ესპანეთში მიდიან ტორიადორების რაღაც დამხმარეები არიან, ოფისს წმენდენ და რამე და 300 პესო კირპიჩი ჩუჩას. სახში რომ მიდის და ხელფასიდან რომ ტეხავს ესე რა, ეს შვილებს ეს კირპიჩი ჩუჩას. 200 პესო კირპიჩი ჩუჩას. მიშა შენ ქურს და მაგიტო ეგრე. ასე რომ ჩემო ემიგრანტებო, დამეხმარეთ მართლა, იობანი ვროთ. მართლა მდიდარი კი არ ვარ. უბრალოდ არ ვწუწუნებ თორე.
სახლიდან მაჯმევინებენ. არა, ანუ ტიპები ხო მიდიან აქედან. აგროვებენ ფულს, ვიღაც ჩეჩენს უხდიან ერთი $6,000 რომ მექსიკამდე ჩაიყვანოს, მე მექსიკიდან კარტელს უმეგობრდებიან, იქ ვიღაცა ხუანს აძლევენ ფულს, რომელიც დადის მაჩეტეთი, აქ რო შრამი აქვს, რაღაც ბავშვებს ატყავებს იქ და ეხავე მოვალ და გადაგიყვანთ გზაზე, გადაყავთ მე რაღაც მდინარე უნდა გასწრონ, რომელსაც ნიანგები არიან, აქ სამშულს კარგავენ, მაგრამ იმ ერთის იმედი აქვს, რომელიც გადაყავთ რამე და მე მიდიან ძლივ სამსახურს პოულობენ. ჯერ ხო ღამეებს ათენებენ იმაში პოლიციაში, ამერიკაში რომ დაგიჭერნენ ხო, პოლიციაში გათენებინებენ ღამეებს და რაღაცები. მაგაში ათენებენ, მე მიდიან სადღაც რომელიღაც შტატში ჩადიან, იქ მუშაობენ რაღაცები და კირპიჩი ჩუჩას $100. კედი ეგიდუნაშვილს 200. დილამ შვიდობისა მოგეფერები. არა, მაგ სიმღერისთვის კი ემსახურებს εμას. ყოველ დღე მაგითი ვიღვიძებ. კბილებს ვიხეხავ მაგ სიმღერაზე. დილამ შვიდობისა მოგეფერები. როგორ მოკლედ, ჩემო იმიგრანტებო, გემშვიდობებით. რეალურად დამიწერეთ ნორმალური იდეები. თუ არ დამიწერთ აზრი, მე მაინც სტრესის უმაღლესი დონის გამძლეობა მაქვს, მე მაინც გავაგრძელებ ამის კეთებას, რაც მინდა, როგორც მინდა. ხო, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად დავდებ ხოლმე ვიდეოებს. ყოველ კვირას დაიდება ვიდეო. მე ვიყო კირპიჩი ჩუჩა, თუ ყოველ კვირას ვიდეო არ დავდო, მაგრამ კირპიჩი ჩუჩა მართლა მინდა. კაი ფულებს აკეთებს, მაგრამ ნუ მოკლედ. გპირდებით, რომ ყოველ კვირას დაიდება ვიდეო. თუ არ დამიწერთ არაფერ წესიერს, რამეს ჩემით მოვიფიქრებ, იმას დავდებ. მეტყვით რომ შენ ნაბოზა რომ ვიღებ ესეთ ვიდეოებს, უფრო მეტს დავდებ. მეტყვით რომ მიშაო, წადიო ამერიკაშიო და მექსიკელ კარტელებს გამოართვი, მექსიკურ კარტელს გამოართვი აქეთ ფულიო. არ გამოართვე, მოვალ აქ მოვიწოვ, ვინმეს კირპიჩი ჩუჩას მოვიწოვ აქ, დაგისვამთ და ვალაპარაკებ თავის ბავშვობაზე. მე კირპიჩი ჩუჩას მშობლებს მოვიწოვ. მოვაყოლებ როგორ გაზარდეს ესეთი კარგი ადამიანი. მე ქეთი ეგიდუნაშვილს მოვიწოვ. ფულს გადაუხდი ვაფშე, იმდენს რომ თქვენ ვერ ურიცხავთ. ნახავთ, თქვენ რა გიყოთ? ასე რომ წესიერი იდეები დამიწერეთ. რა ვაკეთო და როგორ ვაკეთო ამ არხზე. კოცნით მეყვარხართ ფულები ჩამირიცხეთ აქ. მადლობა დოქტორ შაურმას ჩემი დასპონსორებისთვის.